მოგესალმებით, ეთერშია არტ ნიუსი ედიტორზე ციცი თარხნიშვილთან ერთად. ორგანიზაცია ქალები საქართველოსთვის ორგანიზებით სავაჭრო ცენტრში ქარვასლა შემოქმედ ქალთა ფესტივალი გაიმართება. ფესტივალში 40 ქალბატონი მონაწილეობს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მათი ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა. იქვე გაიმართება გასართობი ღონისძიებები ბავშვებისთვის. ფესტივალის მხარდამჭერია ინოვაციებისა და განვითარების ფონდი, სადღესასწაულო ცენტრი My Wonderland, ბავშვთა ანსამბლი ჭინჭრაკა და სავაჭრო ცენტრი ქარვასლა. ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერია ედიტორი. გამოფენა გაყიდვა 6 და 7 ივნისს 14 საათიდან 20 საათამდე გაგრძელდება. 1 ივნის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა სიკეთის კვალი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გამართა. საღამოში, რომელიც ვებთაიმში ჩატარდა, მონაწილეობა მიიღეს ლუკა ზაქარიაძემ, ოთო ბერიშვილმა, ოთიკო ანდრიაძემ, სალომე ტეტიაშვილმა და ლევან კბილაშვილმა. საღამოზე შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდა. კარაოკე ბარის stand-up მომხმარებელ სახლომომავალში ბევრ სიახლეს სთავაზობს. კომედი გრუპისა და მანსანკანის მსახიობების მონაწილეობით ბარში ჩატარდება ეგრეთ წოდებული stand-up-ები. მანამდე კი კვირის ყოველ დღეს მომხმარებელს შეუძლია განიტვირთოს სასიამოვნო გარემოში და გაერთოს კარაოკეთი. 7 ივნის სამოდელო სააგენტო კატრინის ორგანიზებით პატარა მის და მისტერ პლანეტა 2015 გაიმართება. ჟიურის მიერ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდება 4 გამარჯვებული. ისინი გაემგზავრებიან ბულგარეთში და 16 ივნის საქართველოს სახელით მონაწილეობას მიიღებენ ამავე სახელწოდების საერთაშორისო ფესტივალზე. აქტუალობას არ კარგავს ჰიპ-ჰოპ მოძრაობა ჩემი ქალაქი. დაგველოდეთ, გადაცემის შემდეგ ნაწილში, ლეტროსთან და All Boys-თან ერთად დაგიბრუნდებით. თბილისს სჭირდება განვითარების ახალი ტალღა. მონიტორინგის ცენტრი მედიატორის ყველაზე მასშტაბური პროექტი. 32 მუნიციპალიტეტი დედაქალაქში, 5 ძირითადი მიმართულება. 1000-ობით ადამიანი საერთო იდეის გარშემო. როგორი უნდა იყოს თბილისი და მისი უბნები, როგორ გავაუმჯობესოთ სერვისები, როგორ მოვაწესრიგოთ ქალაქის ინფრასტრუქტურა და სოციალური პრობლემები, როგორ დავიცვათ ჩვენი უფლებები. ერთად გადავჭრათ განათლების პრობლემა. შექმენი გუნდი და აქცია პრობლემა განვითარების შესაძლებლობად. მიიღე ახალი გამოწვევა და ჩაერთე შენი ქალაქის მოდერნიზაციის პროცესში. გახდი შენი უბნის მედიატორი. განცხადებები შეავსეთ მისამართზე. ედიტორი.g. პროექტი მოიცავს ვიზიტებს რეგიონებში და ჩართვას საერთაშორისო პროექტებში. დღეს გადაცემა არტ ნიუსის სტუმრები არიან ჰიპ-ჰოპ მოძრაობა ჩემი ქალაქის მონაწილეები ბაჩო კირტავა, იგივე ლეტრო და ირაკლი ნინუა, იგივე All Boy. მოგესალმებით. პირველ რიგში მოდით განგვიმარტეთ თქვენი ფსევდონიმის შესახებ, რატომ მაინც და მაინც ლეტრო და All Boy? მოგესალმებით. რატომ მაინც და მაინც ლეტრო? სიმართლე რომ გითხრათ, მაინც და მაინც რაღაც იყო სახელის არჩევის დროს ჩემთვის სიტუაცია, იმიტომ რომ დიდი ვარიაცია იყო, ბევრი ვარიაცია ნახდა არ მქონდა. დიდი ხანი ვფიქრობდი ამ ყველაფერზე და უცებ ძალიან მარტივად ესე ერთ შვენიერ საღამოსა, თუმცა დიდი ფიქრი, ბევრი ფიქრის წინ დამეძინა. ამოგვიწევს დამესიზრა ლეტრო, რატომღაცა ესე მომინდა რომ ლეტრო დამიქვა და დამესიზრა ესე ვთქვა. და გადაწყდა ამ შემდეგ ლეტრო. ჩემს სახელთან ძალიან მარტივად იყო საქმე. ჩემი მეგობარი, ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი ფულა, ქმნიდა შემოქმედებას და მეც შევუერთდია. და მჭირდებოდა სახელი, ყველა რეპერი არის თითქმის ვისაც აქვს ჰიპ-ჰოპ ნეიმი, ასე ვთქვათ. და რატომღაც დააკავშირა რომ მოდა Old Boy. მომეწონა ისეთი ასაკი იყო რომ Old Boy და რაღაც მომეწონა და ავიტაცე. და შემდეგ გამოვიდა ფილმი, ეგეც წოდებით 2007 წელს. Old Boy და ის პერსონაჟი მომეწონა ძალიან. და დავიტოვე ეს სახელი და შემდეგ ეს Old Boy რო გავიწადე აღარ მომეწონა და გავაკეთე და დავტოვე. შეკვეცე სახელი. და გამოვიდა Old Boy. საიდან წამოვიდა პროექტ ჩემი ქალაქის იდეა და ვინ იყო აი ამ იდეის ავტორი, ვინ არის? პროექტი ჩემი ქალაქის იდეა მოგვეწოდა ზაზანოზაძემ. მოგეხსენებათ, ჩვენ ყველა ერთად მუშაობთ. ოღონდ სტუდია გვაქვს ერთი, ასე ვთქვათ, არანაირი ჯგუფი, უბრალოდ ვართ შეკრებილები.
და ერთ დღეს მოვიდა საზოგადოებრივ ჩვენთან, მოგვაწოდა ეს იდეა და შემდეგ უკვე განვახორციელეთ ეს იდეა, ორგანიზება გაუწიეთ 4 ადამიანმა. მე, ოლბოიმ, ზაზა ნოზაძე და ნიკა ქოჩეშვილი. და რატომ შეიკრიბეთ მაინც და მაინც რეპერები? ჩნდება კითხვა, რომ იქნებ ყოფილიყვნენ სხვა ჟანრის წარმომადგენლებიც. რატო შევიკრიბეთ მაინც და მაინც რეპერები? მე პირადად ვთვლი, რომ რეპი ყველაზე მასშტაბური, ყველაზე ძლიერი და ყველაზე თავისუფალი სფერო არის, ესე რომ ვთქვა და ყველაზე მეტი შესაძლებლობის მქონე, რომ პროტესტი გამოთქვა, იმიტომ რომ ეს თვითონ ისეთივე ჟანრი არის, პროტესტისგან შეიქმნა ეს ყველაფერი თვითონ. და ამიტომ რეპი ყველაზე მეტად, ესე რომ ვთქვა, უხდება ცოტა რთული სიტყვა არის ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, პროტესტს, მაგრამ მაინც პროტესტისთვის არის შექმნილი ეს მოძრაობა. ესე რომ ვთქვა რეპი. სულ რამდენი რეპერი მონაწილეობს აი ამ მოძრაობაში? სულ ამ მოძრაობაში მონაწილეობდა 16 რეპერი, 16 შემსრულებელი. სხვადასხვა რეგიონებიდანაც. პროექტი თავიდანვე გავრცელდა როგორც ჰიპ-ჰოპ პროტესტი. რისი თქმა გსურდათ აი ამ მოძრაობით? ანუ პროექტი გავრცელდა ჰიპ-ჰოპ მოძრაობით და არა ჰიპ-ჰოპ პროტესტი. კი, მაგრამ ხალხმა აიტაცა როგორც პროტესტი. ხო, ნუ ანუ პროტესტი იყო ეს, რომ ანუ ჩვენ ყველა თვითონ მონაწილე გამოდიოდა და ჩვენი ქალაქის ცუდ ხარისზე საუბრობდით. და ამიტომაც აი დაერქვა ეს ჰიპ-ჰოპ პროტესტი. იმიტომ რეალურად იყო ჰიპ-ჰოპ მოძრაობა. და რაიმე შედეგს მიაღწიეთ როგორ შედეგს პირადად მე ჩემ თავზე რო ვისაუბრო, კი ასე თუ ისე რაღაც მასებისთვის შეიძლება ცნობადი ვიყავი, მაგრამ ამ პროექტმა მომცა ის რომ უფრო მეტი მსმენელი და უფრო მეტი აზრი დავინახე და მათგანს და შედეგი რავი თვითონ აი ამ პროტესტმა თუ თვითონ მიაღწია პროტესტმა შედეგს მიაღწია რომ ხალხი მოვიდნენ უსმენეს და რაღაც დაინახეს რაღაც ახალი ეტაპი დაიწყო ჰიპ-ჰოპში და უფრო ხალხმა ის დაინახა რომ აი კეთდება კარგი ჰიპ-ჰოპი აი სად დაუნახიათ რომ აი მაგარი პროტესტი გაკეთდა რაც უნდა დაინახათ მოკლედ ის დაინახეს ჩვენი მიზანიც უბრალოდ იყო რომ არა ის რომ აი ამ პროექტით აი მე და სასწავლებელი ვიყავით არამედ უბრალოდ მინდოდა რომ ჩვენ ქალაქზე დაგვეფიქსირება აზრი ეს იყო არსი ამ პროექტის გასაგებია რომ არ მოგწონთ დღევანდელი თბილისი როგორია თქვენი სასურველი ქალაქი და აი რას ხედავთ ცუდს და კარგს აი ეს რო ვთქვათ ჩემს წარმოდგენაში კარგი თბილისი არის სუფთა ალაგებული, მოწესრიგებული, არ იყოს გაჭირვება, არ იყოს ბევრი მათხოვარი გარეთ, თუნდაც ყველა კეთებს თავის საქმეს, ყველა კეთებს თავის საქმეს, თან აკეთებს ხარისხიანად და არა უბრალოდ აკეთებს. გამოსავალს რაში ხედავთ? გამოსავალს თვითონ ხალხში ვიხედავ, ეხლა მე თუ რაღაც არ მომეწონება და გამოვედი და მომეწონა ბაჩოს უთხარი, მე თუ ბაჩო წავა და სხვას ეთქვის კიდე რაღაცა შეიძლება რაღაცა ისე შეიცვალოს, თორე მარტო ის რომ ვიჯდე მე ხა ჩემთვის ვიქოვდე რომ აი ეს ქალაქი არ მომწონს, გამოსავალი არის სწორედ მაგაში რომ აი რაღაცები დავინახოთ. ჩვენი შეცდომები პირველი. აი ამ პროექტში ჩართვა როგორ ხდება? ან ვინმე თუ არჩევს მონაწილეებს? ამ პროექტში ჩართვა ზუსტად ეგრე მოხდა. ჩვენ ავარჩიეთ მონაწილეები, იმიტომ რომ საერთოდ რა ხდება? სიმართლე გითხრათ, ბევრი ადამიანი დარჩა ნაწყენი ამ პროექტიდან, იმიტომ რომ ვერ მიიღო მონაწილეობა სამწუხაროდ, მაგრამ ის კრიტერიუმები, რითაც ირჩეოდნენ შემსრულებლები, რითაც ფასდებოდა თვითონ მათი ნამუშევრები, მაქედან გამომდინარე, რა ხდება, იცით, როცა ესეთ მასშტაბურ თემას ეხები, როცა საუბრობ შენს ქალაქზე, როცა ყველაფერს ესე ხმამაღლა ამბობ, მაშინ უნდა შეარჩიო ის ადამიანები, ვინც იცი რომ ზუსტად კარგად გადმოსცემს ამ ყველაფერს. ოღონდ რა თქმა უნდა მე შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ, რომ ვინმე კარგად ვერ გადმოსცემს ან რაღაცა ეგეთი. უბრალოდ ის პროდუქტი, რომელიც კეთდება კარგად, ხარისხიანად და შეიძლება რომ ეს ყველაფერი ხარისხიანად მიაწვინო მსმენელს ან მაყურებელს, ზუსტად მაქედან გამომდინარე შეირჩა ეს ხალხი რა, ვინც იყო აქ, ვინც იყო ამ პროექტში. შეირჩა ეგრე. რა თქმა უნდა, არიან დარჩნენ გამოგჭა ბევრი შემსრულებელი ისეთი, რომელიც ანალოგიურად კარგია, მაგარია ძალიან, მაგრამ პროექტის ფორმატი, რომელიც შეირჩა,
რაოდენობა და ყველაფერი ესე განისაზღვრა, რომ ბევრმა ვერ მიიღო მონაწილეობა უბრალოდ. და საკუთარი სურვილით რომ ჩაწერონ აი ამ თემატიკაზე სიმღერა, გადაიღონ კლიპი, ანუ პროექტის მონაწილეები არ იქნებიან? საკუთარი სურვილით რომ ჩაწერონ სიმღერა, გადაიღონ კლიპი. რაც საერთოდ საკუთარი სურვილით რაც უნდათ ის გააკეთონ, უბრალოდ აქციის გარეშე იქნება ყველაფერი. ანუ აქციაში ვერ იქნებიან, იმიტომ რომ აქცია უკვე კონკრეტულ ჩარჩოებში იყო ჩასული. და იყო მითითებული ყველაფერი კონკრეტულად ვინ იყო შემსრულებელი და ვინ არა. ხშირად ისმის აი ამ მოძრაობაზე რომ არის გარკვეულწილად პოლიტიზირებული. აი რა კომენტარს გააკეთებთ ამასთან დაკავშირებით? პოლიტიზირებული, იცით რა ხდება? ის თემა, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, არა მარტო ჩემი ქალაქი, ეს იქნება ჩემი ქალაქი, ჩემი რაიონი, ჩემი სოფელი, ჩემი ქვეყანა, ჩემი რა ვიცი, უბანი, თუნდაც ჩემი ეზო, ყველაფერი არის რამოდენიმე, ესე რომ ვთქვათ, თემის მომცველი, ანუ როგორც ესეთი ჩემი ქალაქი არის თვითონ პოლიტიზირებული, არის დაუშვათ შეიძლება არა მარტო პოლიტიკა, ყველაფერი არის კანონები, პოლიტიკა, ხალხი, სასულიერო პირებით თუნდაც მიუხედავად იმისა, რომ მე ყველაზე მეტად არ მსიამოვნებ სასულიერო პირებზე საუბარი, იმიტომ რომ ეს ძალიან, სხვანაირად მიმაჩნია ეს ყველაფერი. არა მარტო პოლიტიკა, ყველაფერი ერთად გაერთიანებული. იგივე რაც აერთიანებს ჩემს ქალაქს. იმიტომ რომ პოლიტიზირებული, როგორ გითხრათ, იქნებოდა ტექსტი არა იმ ხრივ, რომ აი ჩვენ მაგალითად პოლიტიკის გამო გავაკეთეთ ეს ყველაფერი. არამედ იმაზე, რომ ეს იქნებოდა პოლიტიკაზეც, იქნებოდა კანონებზეც, იქნებოდა ხალხზეც, იქნებოდა სოციალურ ფენებზეც, იქნებოდა გაჭირვება, ყველაფერზე იქნებოდა აბსოლუტურად და აქედან გამომდინარე ეს არ იყო პოლიტიზირებული. უბრალოდ ეხებოდა პოლიტიკასაც, ხალხსაც და ყველაფერს აბსოლუტურად. რაც შედის ჩემს ქალაქში. როგორია მსმენელის დამოკიდებულება? სწორად მიიღო აი ეს პროტესტი ხალხმა? იცით რა არის მსმენელი, როგორც მსმენელი რა თქმა უნდა შედგება ადამიანებისგან, ესე იგი მსმენელი ხო ადამიანია. თან გარკვეული რაოდენობა თუ არა. ყოველ შემთხვევაში როგორც შეიძლება ორმა ადამიანმა ერთი და იგივე რამეზე სხვანაირად მიიღოს ეს ყველაფერი, ასევე მიიღო ჩვენმა მსმენელმაც და არა მარტო ჩვენმა, უბრალოდ მსმენელმაც, ვინც უბრალოდ ეს პროექტი გაიგო. რა თქმა უნდა სხვადასხვანაირად მიიღო, ზოგმა სწორად, ზოგმა არასწორად, ზოგმა თავისთვის, ზოგმა სხვისთვის. რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში უმეტესმა ნაწილმა მგონი რომ სწორად გაიგო ეს ყველაფერი. და არ მოგვიდგნენ მარტო კრიტიკული მხრით, არ მოგვიდგნენ ანუ ცუდი განწყობით არ მოგვიდგნენ, რა რაც მთავარია. ყველაფერი მიიღეს დადებითად და კარგად. რა თქმა უნდა დადებითად გულისხმობ იმას, რომ არა ბობოქრდნენ ამ თემაზე იმ განხრით, რომ აი თქვენ რატო ლაპარაკობთ ამ ყველაფერზე. პირიქით, ეს იამოვნოთ, რომ ვინმე მაინც ამოიღო ამაზე ხმა. პროექტის ფარგლებში თუ იგეგმება რაიმე სიახლე, აი ახლო მომავალში, ან რაიმე ახალი სიმღერების ჩაწერა, ან ახალი რეპერების შემატება? თვითონ პროექტ ესე თქვა რომ კიდევ ეს ერთი პროექტი განხორციელდეს ამ ჰიპ-ჰოპ მოძრაობამ, რა თქმა უნდა იგეგმება, მაგრამ შევიკავებ თავს ეხლა რომ დავასახელო თარიღით როდის ანუ იქნება ეს ჰიპ-ჰოპ მოძრაობა შემოგთავაზებს კიდე ახალ პროექტებს, მაგრამ ჯერჯერობით აი მაინც ყველა შემსრულებელი თავის შემოქმედებაზეა გადართული და უნდა რომ ეხლა ხო გაკეთდა ეს აქცია, ანუ ეხლა ცალკე გავაცნოთ გვინდა ჩვენი შემოქმედება ხალხს აი აქციის გარეშე ვინ ვართ, რა ვართ და როგორ ვართ, უფრო მაკეტინგი ხავს ჩვენი შემოქმედება ტესტები. კარგით, მაშინ მოდით თქვენს პირად შემოქმედებაზე გითხარით, რა იმე სიახლეებს თუ გეგმავთ თქვენ პირადად? პირადად მე ხა დაწყებული მუშაობა ჩემს სოლო ალბომზე, პირველი სოლო ალბომი არ ვიცი ის გამოვა, მაგრამ მინდა რომ გამოვიდეს აი ესეთი ალბომი მე მოსიამოვნოს, მე კმაყოფილი და არ ვიყო ის რომ აი უბრალოდ ალბომი გამოუშვა, ეგრე არ მივიღო. სამი ალბომი გამოვა, მაგამდე ვაპირებ, ამასაც გავამხილ ჯერჯერობით ერთ ჰიპ-ჰოპ შემსრულებელთან ერთად საერთოდ. არაფერს არ გვიმხელთ ფაქტიურად. არა, იმიტომ რომ ანუ რომ გავამხილოთ, ხო, მე მიყვარს ასაც რომ გავამხილ, მე უნდა შევასრულო, აი და შევასრულო. რომ შევეკავებ, თუმცა მზად იქნება მაშინ გავდებ. მაგამდე გადავიღებ კლიპს, ერთ სოლს და შემდეგ უკვე სულად მოვიდებ ხელს ამ ჩემ ალბომს. რეტროს შემოქმედებაში რა ხდება?
ლეტროს შემოქმედებაში. ლეტროს შემოქმედება საერთოდ ძალიან ისე რომ ვთქვათ, წირი არის ინტერნეტში, იმიტომ რომ თავიდან როგორც კი დავიწყე საქმე, მაშინ რო ვცდილობდი არაფერს არ გავავრცელებ, არაფერს არ გავაცნობ ჯერჯერობით ხალხს, სანამ ბოლომდე არ ჩამოვყალიბდი. ვფიქრობ, როგორც მეუბნებიან და როგორც მეც რაღაც დოზით გონია, რომ უკვე ჩამოვყალიბდი ამ სფეროში, რა განხრა მინდა, როგორ მინდა და მეც ასევე მუშაობ ჩემ სოლო ალბომზე. იქნება უახლოეს მომავალში ეს სოლო ალბომი, ასევე არ დავასახელებ თარიღს, იმიტომ რომ ზუსტად არ ვიცი. ეს ისეთი საქმეა, რომ აი შეიძლება დღეს გააკეთო ერთი სიმღერა, მაგრამ ხვალ მოსმენის დროს უკეთესი რაღაც გააკეთო, შეცვალო, ასე რომ ესე რომ ვთქვათ, ზუსტ თარიღს ნახდობ ვერ ვიტყვი. მაგრამ უახლოეს მომავალში იქნება ახალი ალბომი. ბევრი ფიტი იქნება სხვა შემსრულებლებთან ერთად და კონცერტსაც ხომ არ შესთავაზებთ თქვენს თაყვანისმცემლებს ახლო მომავალში? ჩვენ ისე ძირითადად აი ეს ადამიანები ვართ შეგრებილები ერთად, მე, ლეტრო, ჯუპიქს 56, KMC და ყავს კიდევ შემსრულებელი, რომელსაც დავასახელებ, იმიტომ რომ როცა დავასახელებ, მაშინ არ დათითქმიან თავის ადგილას კარგად. ეს ადამიანები თავაზობს ხოლმე, ანუ ძალიან ხშირად გქონია კონცერტები, აი სამ თვეში ერთხელ. შეგიძლიათ დაგვპატიჟოს მე ერთხელ? დიდი სიამოვნებით დაგვპატიჟებით. და ჯერჯერობით ესეთი ერთობლივი კონცერტი არა, მაგრამ როცა ალბომს გამოვუშვებთ, ყველა ჩვენსას, მაშინ მოყვება ამ ალბომს პრეზენტაცია ლაივის სახით და იქ შეიძლებათ მოსვლა ადამიანებს, მოსმენა და ასევე შეძენა ამ ალბომს. და ბოლოს მოდით, რას უსურვებთ დამწყებ რეპერებს, დამწყებ მუსიკოსებს? საქართველოში რამდენად კეთდება რეპი და რამდენად არის შესაძლებელი, რომ აკეთონ ხარისხიანი და კარგი მუსიკა და მსმენელმა მიიღოს? ხარისხიანი მუსიკის კეთება შეიძლება ნებისმიერმა ადამიანს ვისაც აქვს ამის ნიჭი, ამის ხალისი, ну ყველაფერი და რჩევა ესე არ მიყვას ხარ რჩევას ვერ მივცემ, იმიტომ რომ მეც ეხლა ჩემთან რჩევა მისაცმე, მაგრამ უსურვებ რომ გააკეთონ ეს საქმე კარგად, ხარისხიანად, იკითხონ ადამიანებისაც თვლიან მათზე მეტი ესმის კითხონ აზრი, იქნება უკეთესი რჩევა და აი შემდეგ როცა შეფუთავენ კარგად, აი მაშინ მიეწოდნენ მსმენელს და ნახდათ მოსწონს. თორე მსმენელს თუ შეაჩვიე აი ერთი სიმღერა თქვათ აუხვეწავი, ცუდი სულ თუ აი შეიძლება ხო არ არგუნია მე რომ აი ძალიან უკეთია ეს. ანუ მაინც აქ ისე არის, როგორც გააცნო თავში. ანუ მთავარი პირველი სიმღერა. ხო, ანუ მთავარი პირველი ნაბიჯი როგორც გადადგავ ამ პირველ ნაბიჯს, ისე გაყვება შენი კარიერა. ანუ სამ დაიხვეწებიან მოკლედ ჯობია რომ თავი შეიტანონ და როცა დაიხვეწებიან შენი გამოვიდნენ და რაც უფრო მეტი იქნებიან, მით უფრო დაიქნები და მივესალმები. მე მივცემ არ არჩევას უბრალოდ, რა თქმა უნდა, ასევე უბრალოდ გაუზიარებ ჩემს გამოცდილებას და ერთადერთი რაც მივხვდი, არა მარტო ამ სფეროს, ნებისმიერ სფეროს, ნებისმიერ საქმიანობას, ნებისმიერ რაიმე მონდომებას, ესე რომ ვთქვათ, ჭირდება გქონდეს ნაკლები ამბიცია და უფრო მეტი მონდომება, უფრო მეტი სურვილები და უფრო მეტი სიყვარული ამ საქმისადმი. იმიტომ რომ არა მარტო ეს საქმე, რა თქმა უნდა, ყველა საქმე ითხოვს შრომას, მონდომებას და საქმის სიყვარულს და არა ამბიციებს, რა თქმა უნდა. ეს ვერაფერს უბრალოდ. კარგი, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ და იმედია დაგვიბრუნდებით მალე ახალი სიმღერებით, სიახლეებით და წარმატებებით. მის პირობას გავიგებ, თუ სიახლეები გვექნება და არაერთი. გვიყურეთ, ჩვენ კულტურის სიახლეებზე მოგითხრობთ. ყოველ ხუთშაბათს, საღამოს 5-ზე, არტ ნიუსი ედიტორის ეთერში.